მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია, თუმცა ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მიკლო. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ევრობლოკმა წარადგინა მედიის თავისუფლების აქტი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო აგვისტოდან გახდა. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველ აქტს მედიის თავისუფლების შესახებ. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. ახალი კანონის მიზანია როგორც ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის, ისე მათი წყაროების დაცვა, მათ შორის ჯაშუშური კომპიუტერული პროგრამებისგან. კანონში ჩადებული ასევე დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოს ჩარევისგან და გამჭვირვალობას მედიის მესაკუთრების შესახებ. ეს რეგულაცია მოიცავს სახელმწიფო პრინციპებს, რომლებიც იცავენ ინტერნეტში მედია საშუალებების მიერ განთავსებულ ინფორმაციას, რათა ისინი უსაფუძვლოდ არ წაშალონ. ეს ეხება ისეთ წამყვან ციფრულ პლატფორმებს, როგორებიცაა Google, YouTube და სოციალური მედია აპლიკაციები. ევროპარლამენტმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა გასულ წელს მიღებულ კანონს და ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობამ დაიწყო კიდეც ეროვნული კანონის ამ რეგულაციაზე მორგება. თუმცა ბოლო დროს ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ახალ რეგულაციას. მოდი გავიგოთ თუ რას ფიქრობენ ევროპელები მედიის დაცვაზე. მედიის თავისუფლების გარეშე არაფერი არსებობს, მაგრამ ყველაფერი გულწრფელი უნდა იყოს, ტყუილისა და სიცრუის გარეშე. ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამის გარეშე არც დემოკრატია არსებობს და არც არაფერი. თუ პოლიტიკური ზეწოლისგან გიწევს თავის დაცვა, დემოკრატია აღარ არსებობს. მეორე მხრივ, თუ ჟურნალისტი კვალიფიციურია, მას არ სჭირდება დაცვა. ეს როლი სოციალურმა მედიამ შეითავსა, რომელიც ყოველთვის არ არის სანდო. Social media, które nie zawsze mają swój poziom rzetelności w tej funkcji. მე დარწმუნებული ვარ, რომ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ჟურნალისტების საქმიანობა ახლანდელ დროში გარკვეულწილად სახიფათოა და რამდენადაც შეიძლება პატივი უნდა სცენ. ევრონიუსის რეპორტიორი შანდრ ჟიროში დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ეს კანონი. 2021 წელს ევროკომისია მედიის შესახებ ახალი ევროპული კანონის მიღების საფუძვლად მედიის თავისუფლების ხარისხის კლება დაასახელა. შეგიძლიათ რამდენიმე ასეთი მაგალითი მოიყვანოთ, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკას ეხება. გასული 10 წლეულის ბოლოს ორი გამომძიებელი ჟურნალისტი მოკლეს. იან კუციაკი სლოვაკეთში და დაფნე კარუანა გალიცია მალტაზე. ეს იყო ევროკავშირისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი, რომ მედიის თავისუფლება საფრთხეში იყო. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი გახლდათ, რადგან ევროკომისიამ დაინახა, რომ მედიის თავისუფლება იკლებს თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში პოლიტიკური წნეხისა და ბიზნეს ინტერესების გამო. კიდევ იმიტომ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ კომპიუტერულ ჯაშუშურ პროგრამებს იყენებდნენ. Because of business interests and because of spyware being used against journalists. მოდი ჟურნალისტების საწინააღმდეგო ჯაშუშურ პროგრამებზე ვისაუბროთ. რა მოხდა და როგორ მოაგვარებს ახალი კანონი ამ საკითხს? ყველაზე სერიოზული დარღვევები გამოვლინდა პოლონეთსა და უნგრეთში, სადაც ოპოზიციად განწყობილი პირები და გამომძიებელი ჟურნალისტები ამოიღეს მიზანში ჯაშუშური პროგრამებით. გატეხეს მათი ტელეფონები და ამას აშკარად პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. მსგავსი შემთხვევები საბერძნეთსა და ესპანეთშიც მოხდა, მაგრამ იქ არ შეინიშნებოდა სისტემური რისკი ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ახალი კანონის მიხედვით ჯაშუშური პროგრამის გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ კი ეროვნული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ. სხვა შემთხვევაში აკრძალულია. Now the new law says that spyware can be only used against journalists when there is a threat for the national security, otherwise this is forbidden. ევროპარლამენტში ამ კანონის ირგვლივ ახლახან გამართულ დებატებში სამა უკიდურესმა მემარჯვენე ჯგუფმა შემდეგი რამ განაცხადა. ციტატა მომყავს. ეს არის ცენზურის იარაღი, რომელსაც ბრიუსელი განსხვავებული ხმების ჩასახშობად იყენებს. სავარაუდოდ რომელი ქვეყნები გაუწევენ წინააღმდეგობას ამ კანონს? ნამდვილად ვხედავთ პრობლემას უნგრეთში, სადაც უკიდურესი მემარჯვენე მთავრობა გვყავს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს მედიაზე და ამახინჯებს მედია ბაზარს. ეს შეიცვლება თუ არა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აღასრულებს ამ კანონს თითოეული სახელმწიფო და რამდენად მოახდენს ევროკომისია ზეწოლას წევრ სახელმწიფოებზე, რომ ეს კანონი სერიოზულად აღიქვან. ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში კანონის უზენაესობის შესახებ არის გაფრთხილება, რომ რამდენიმე ქვეყანაში უარესდება ჟურნალისტების მდგომარეობა, პოლიტიკოსები აწარმოებენ ცილისწამების კამპანიებს და იზრდება მედია აქტივების ერთი მფლობელის ხელში თავის მოყრის რისკი. ევროკომისია მიუთითებს ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებზეც ბულგარეთსა და მალტაში. ანგარიში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური წნეხი, მათ შორის სახელმწიფო რეკლამის გადანაწილება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უნგრეთსა და რუმინეთში. მედიის საკუთრების საკითხს აკლია გამჭვირვალობა ბულგარეთში, ჩეხეთში, ნიდერლანდებში, კვიპროსსა და ესპანეთში. ანგარიში მითითებულია, რომ არსებობს დამოუკიდებელი რეგულირების პრობლემები უნგრეთში, საბერძნეთსა და პოლონეთში.
დღეს ჩვენი სტუმარია იული მაიერჩაკი, ორგანიზაციის რეპორტიორების საზღვრების გარეშე წევრი, ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი. უნდა აღძრას თუ არა ევროკომისიამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებსაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს სანქციები იმ წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ახალ კანონს. წევრ ქვეყნებს წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ ეროვნული კანონები რომ განეახლებინათ, მაგრამ მათმა უმეტესობამ ეს არ გააკეთა. ამიტომ დიახ, ჩემი აზრით დროა ევროკომისიამ გამოიჩინოს სიმტკიცე და თუ საჭიროა დაიწყოს სამართლებრივი დევნა ყველაზე ურჩი მთავრობის მიმართ. ეს სანდოობის გამოცდაა. And if necessary to initiate proceeding against the most recalcitrant government, it's a test of credibility. სოციალური მედია და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების პოსტები, სულ უფრო მეტად იქცა ხალხისთვის ახალი ამბების მიწოდების საშუალებად. ეს კანონი სუსტი ხომ არ არის იმისთვის, რომ შეძლოს დეზინფორმაციის ასეთი არხებით გავრცელების პრობლემის მოგვარება. This law weak in addressing the problem of misinformation through those channels. ევროპის მედიის თავისუფლების აქტში არის ერთი მუხლი, რომელიც ავსებს ციფრული მომსახურების აქტს, მაგრამ ვერ წყვეტს ძირითად პრობლემას. კერძოდ სოციალური ქსელებისა და მათი ალგორითმების მუშაობის სისტემას, რომელიც ცდილობს გახლიჩოს საზოგადოება, მიაწოდოს შემზარავი ინფორმაცია, გააძლიეროს დეზინფორმაცია და სანდო მედიის ინფორმაცია განდევნოს. Shocking content, amplifying disinformation and marginalizing reliable media content. სულ უფრო მეტი მედია აქტივი იყრის თავს რამდენიმე კორპორაციის ხელში. მაინც რა ძირითადი რისკები იკვეთება და რამდენად აგვარებს ეს კანონი ასეთ რისკებს. ევროპის მედიის თავისუფლების აქტი ახლებურად უყურებს შერწყმას. კომპანიების შერწყმის დროს რამდენიმე კრიტერიუმი უნდა მიიღონ მხედველობაში. როგორებიცაა რა ეფექტი ექნება შერწყმას პლურალიზმზე. რა ინტერესები აქვს გარიგების მხარეს მედიის სხვა სექტორებში, რამდენად სიცოცხლის უნარიანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით შერწყმა და რამდენად აღიარებენ მხარეების არედაქციო დამოუკიდებლობას. And the parties' commitments to editorial independence. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ განაცხადა, რომ ინფლუენსერები და ბლოგერები, რომლებიც ჟურნალისტიკის ეთიკურ ნორმებს იცავენ, მედია მომსახურების მიმწოდებლებად უნდა ჩაითვალონ. ზოგი ამტკიცებს, რომ ასეთმა მიდგომამ შესაძლოა კონტროლს დაქვემდებარებული და აღიარებული მედია საშუალებების მარეგულირებელი კანონის ბოროტად გამოყენებამდე მიგვიყვანოს. მედია სექტორისა და მის დასაცავად შექმნილი კანონის მომავალი ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ჩანს.